იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში კი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების, ფოტოალბომებისა და ფოტოპოზიტივების რესტავრაცია დასრულდა. უნიკალური ხელნაწერები მე-15-მე-19 საუკუნეების ქართველი მეფეების მოღვაწეობას ასახავს. გარდა ქართული დოკუმენტებისა, რესტავრაცია 18 სპარსულ ხელნაწერსაც ჩაუტარდა. საბუთები მე-17-მე-18 საუკუნეებში გაცემულ შაჰის ფირმანებს, ოქმებსა და ნასყიდობის წიგნებს მოიცავს. რესტავრირებული დოკუმენტები როგორც საქართველოს, ისევე კავკასიისა და ირანის ისტორიას ასახავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სარესტავრაციო სამუშაოები საშუალებას გვაძლევს პირველად იმ მდგომარეობა დაუბრუნოთ სრულიად უნიკალურ ხელნაწერ დოკუმენტებს თუ ნაბეჭ წიგნებს. ვფიქრობ, ეს დოკუმენტები მომავალში უკვე გამოფენაზე შეუძლია ნახოს ნებისმიერმა მსურველმა. ძალიან დიდი დაინტერესება არის ყოველთვის საზოგადოებისა ჩვენთან დაცული დოკუმენტების და ორი გამოფენებზე ჩვენ სწორედ რესტავრირებულ და კონსერვაციად ჩატარებულ დოკუმენტებს წარმოვადგენთ.